ახალი თბილისის სპორტული კომპლექსის სრულყოფილში თბილისში გაივლიან შეკრებებს. საოცრად მზარდი ოლიმპიადის საშენებლების ჩვენს ქვეყანაში ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე არენას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ერთ სივრცეში მოქცეული სპორტული არენები ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ განთავსდნენ აქ ივარჯიშონ, მოემზადონ და განიტვირთონ კომპლექსიდან გაუსვლელად. ახალი თბილისის სპორტული კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის როგორც თბილისი 2015-ის მონაწილეებს, ისე იმ სპორტსმენებს, რომლებიც მომავალში თბილისში გაივლიან შეკრებებს. თავისი არქიტექტურით და შინაარსით ეს კომპლექსი მართლაც მნიშვნელოვანი განაცხადი არის და წარმატებული ნაბიჯი ქართული სპორტისთვის, ასევე მინდა აღნიშნო, რომ მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკური პოტენციალი არის საოცრად მზარდი. ამ ახალი ტერიტორიის განაშენიანება იძლევა ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პერსპექტივას. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რაც კიდევ ერთ დამატებით მოტივაციას უქმნის კერძო ინვესტორებს. მნიშვნელოვანია ის, რომ აქ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გაკეთდა ესეთი მოცულობის ინფრასტრუქტურა, რომ არა უპრეცედენტო გვერდში დგომა, რომ არა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით დღე-დაღამე მუშაობა, ესეთი შედეგი არ გვექნებოდა, ამიტომ მე მინდა ამ პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს უთხრა განსაკუთრებული მადლობა. ეს არის პროექტი არა მხოლოდ ამ ოლიმპიადისთვის, ეს არის პროექტი ჩვენი დედაქალაქის მომავლისთვის და ჩვენი შვილების და ჩვენი პატარების სამომავლო ჯანსაღი ცხოვრებისთვის. და ამისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანია ის, რომ არა მხოლოდ ამ ოლიმპიადას ჩვენი დედაქალაქი ამ ობიექტებიდან გამომდინარე მომავალშიც ძალიან ბევრ ღირსეულ ღონისძიებას უმასპინძლებს. პროგნოზები საერთოდ თითქოს ვერ მოესწრებოდა, სახელმწიფო ამ გამოწვევებს ვერ უპასუხებდა. მინდა ყველა დამამშვიდო, რომ არათუ უპასუხეთ ჩვენ ვადაზე ადრე გავხსენეთ და კიდევ ერთხელ დაანახა სახელმწიფომ, რომ შეუძლია ყველა ვალდებულება პირნათად შეასრულოს, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულება და უახლოეს დღეებში გადააღებული სპორტის სასახლეც გაიხსნება და დარწმუნდებია, რომ საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებებს უმასპინძლებს საქართველოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ვუყეთ ორიენტირებული იმ პოზიტივზე, რაც ქვეყანას აქვს და თითოეულ ჩვენთანაც შეგვიძლია. ჩვენ გვქნით და ვაშინოთ. ეს არის ყველაზე მთავარი.